მოგესალმებით ჩემო კარგებო, დღევანდელი გაკვეთილი შეეხება ემოციებს. არსებობს უამრავი სიტყვა და ქართულად ჩვენ ძალიან ბევრი შესატყვისი გვაქვს სხვადასხვა ემოციების დასახასიათებლად, თუმცა განვიხილავთ დღეს დაახლოებით 10 ვარიანტს, ყველაზე მნიშვნელოვანი ძირითადი ემოციები, რაც არის ადამიანის და მოდი გადავიდეთ უშუალოდ გაკვეთილზე. პირველი სიტყვა ეს არის happy. Happy ნიშნავს ბედნიერს. Happy. Აი სახეებიც რომ მოცემული არის სხვა ფოტოებზეც იქნება ასე, რომ უფრო კარგად დაგვამახსოვრდეს, რასაც დავინახავთ. Happy ეს არის ბედნიერი. ეხლა განვიხილოთ უშუალოდ წინადადება. I feel happy today. I feel happy today. ანუ მე დღეს თავს ბედნიერად ვგრძნობ. I feel ნიშნავს რომ მე ვგრძნობ რაღაცას, happy გავიგეთ რომ ნიშნავს ბედნიერს, today ნიშნავს დღეს. ეხლა ის რომ ქართულად შევკრათ, გამოდის რომ დღეს ბედნიერად ვგრძნობ თავს. გადავიდეთ შემდეგ ფრაზაზე, ეს არის sad. აი ნახეთ ამ ქალბატონის სახეც მოწყენილი არის, სევდიანია და გვაქვს ასეთი წინადადება. She looks sad. She looks sad. ანუ ის სევდიანად გამოიყურება. She looks sad. შემდეგი სიტყვა ეს არის excited. Excited. ანუ აღელვებული რაღაც აი დადებითი არა მარტო დადებითი, თუმცა უფრო ძირითად შემთხვევაში დადებითი ემოციასთან არის დაკავშირებული. Excited. ნიშნავს აღელვებულს. We are excited about the trip. ნახეთ. We ხო ვიცით რაც არის? We არის ჩვენ, ხო? We are ანუ ჩვენ ვართ excited აღელვებულები, აღთოვანებულები about the trip. მოგზაურობით. ეხლა კიდევ წავიკითხოთ. We are excited about the trip. ანუ მოგზაურობით აღთოვანებულები ვართ. We are excited about the trip. გასაგებია, ხო? გადავიდეთ შემდეგ ემოციაზე, ეს არის bored. Bored არის მოწყენილი. He is bored at home. He is bored, ანუ ის, ამ შემთხვევაში მამაკაცი, he ხო მამაკაცია, ვიცით ხო? He is bored, ანუ ის ვიღაც, ვთქვათ მამაკაცი, თუმცა ამ შემთხვევაში ხა ფოტოზე ქალია, არ აქვს მნიშვნელობა. He is bored, ანუ ის მოწყენილია at home. At home არის ნიშნავს სახლში. ანუ ის სახლში მოწყენილია. He is bored at home. შემდეგი ემოცია გვაქვს surprised. ახეთ აქ იწერება როგორც surprise არის სიტყვა სიურპრიზი რა, surprised. ამ სიურპრიზიდან მოდის ეს ფრაზა. Surprised არის გაოცებული, გაკვირვებული. აი აღთოვანებულიც მათ შორის. I was really surprised. ანუ მართლა ძალიან გავოცდი, მართლა ძალიან გაოცებული ვიყავი. I was really surprised. Surprised. ანუ გაოცებული, გაკვირვებული, აღთოვანებული. I was really surprised. შემდეგი ემოცია ეს არის confused. არის დაბნეული. Confuse. ნახეთ, ახლა წინადადება განვიხილოთ. They seem confused. ანუ ისინი დაბნეულები ჩანან. They see confused. ისინი დაბნეულები ჩანან. შემდეგი ემოცია ეს არის worried. Worried ნიშნავს ნერვიულობა, ღელვაშფოთვა. Dad is worried about you. Dad, ანუ mama, ხო? Is worried. აღელვებულია, ანერვიულებულია about you. შენზე. ხა რო გავაქართულოთ იქნება რომ
მამა შეზე ნერვიულობს. Dad is worried about you. შემდეგი. Frightened. Frightened. Frightened ნიშნავს შეშინებულს. The child looks frightened. The child, ანუ ბავშვი, looks, ჩანს, frightened, შეშინებული. ბავშვი შეშინებული ჩანს. The child looks frightened. შემდეგ. Angry. Angry ნიშნავს გაბრაზებულს. Angry. He got angry quickly. ის სწრაფად ბრაზდება. He got angry quickly. Quickly არის სწრაფად. შემდეგი ემოცია ეს არის upset. Upset ნიშნავს გაბრაზებულს, განაწყენებულს, იმედგაცრუებულს. Upset. Why are you upset? Why are you upset? ანუ რატომ ხარ განაწყენებული, იმედგაცრუებული, გაბრაზებული, აი ეს სიტყვები არის დაკავშირებული upset-თან. Why are you upset? შემდეგი ფრაზა ეს არის hungry. Hungry ნიშნავს მშიერს. Hungry. I am very hungry. I am very hungry. ანუ ძალიან მშია. I am very hungry. ძალიან მშია. შემდეგი ფრაზა და დღევანდელი გაკვეთილისთვის უკვე ბოლო ემოცია ეს არის thirsty. Thirsty. T-H რო წერია, არ მინდოდა რომ აქ thirsty დამეწერა, T-T დამეწერა thirsty. Thirsty. Thirsty ნიშნავს მწყურვალს. Thirsty. წინადადება განვიხილოთ ახლა. Are you thirsty? Are you thirsty? წყურია? ანუ ძალიან მარტივად ვეუბნებით. ხო? Are you thirsty? წყურია? ეს იყო ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი, იმედია მოგეწონათ და თუ მოგეწონათ, გთხოვთ რომ მოიწონოთ ვიდეო და დააკომენტაროთ რაიმე, რადგან ეს უფრო ხელს შეუწყობს გვერდის გავითარებას და საშუალებას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან ჩვენი არხის შესახებ, რომ მალევე გაიგონ. წარმატებები მომავალ შეხვედრამდე.